ამ წუთებში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ბრიფინგს მართავს, ერთად მოусმინოთ შალვა ნათელაშვილს. გამარჯობათ, ჩვენი გმირი და მაგარი ხალხის ბრძოლას უკვე გამოაქვს საგაზაფხულო კვირტები გაზაფხულის აი ამ შესანიშნავ სეზონზე. მოგეხსენებათ, ლეიბორისტული პარტიის მიერ 10 წლების მანძილზე დაწყებული ბრძოლა ოლიგარქიული რეჟიმის სანქციებით გზით მოცილებისათვის გახდა ოფიციალური პოლიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების, შემდგომ ევროკავშირის და აი ახლა უკვე მივიღეთ პასუხი ჩვენს მიმართვაზე დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროდან, სადაც დადასტურებულია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ურყევი პოზიცია, რომ იგი მოითხოვს არჩევნების პროცესში დაშვებული დარღვევის გამოძიებას და არ ცნობს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას. დიდი ბრიტანეთის მთავრობა მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას, ძალადობის შეწყვეტას პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე და პროტესტის მონაწილეებზე. ამისათვის ლონდონმა შეაჩერა ერთობლივი თავდაცვითი პროგრამები კორუმპირებულ ოლიგარქიულ რეჟიმთან და ასევე შეჩერებულია უორდროპის აი ცნობილი პროცესი, რომელიც 10 წელია გრძელდებოდა. წერილის თანახმად დასანქცირებულია ძალოვანი უწყებების 5 მაღალჩინოსანი, მათი ანგარიშები, უძრავ-მოძრავი ქონება გაყინულია თლიანად და საბოლოოდ. და რაც თავარია, დიდი ბრიტანეთისთვის ასევე სტრატეგიული და ოფიციალური პოლიტიკა ხდება რეჟიმის დასანქცირება და მიდის მუშაობა, რის შემდეგაც გამოცხადდება ახალი სანქციები დანაშაულებრივი რეჟიმის უმაღლეს ლიდერებზე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი, მისი კორუმპირებული ოჯახი და კლანი და აგრეთვე მისი საყრდენი დამნაშავე ფიგურები პარლამენტში, მთავრობაში, ძალოვან სტრუქტურებში, ადგილობრივ თვითმმართველობასა და მმართველობაში. რისხვა ქართველი ხალხისა და მსოფლიო დემოკრატიისა ბოლომდე ჩახვდება აი ამ დანაშაულებრივი სისტემის ლიდერებს, შუარგოლებს და რიგით დაბლა აქტივისტებს სოფლებშიც კი. მათ ნათესავებს ყველას გამოყრიან ამერიკიდან, ბრიტანეთიდან, ევროკავშირიდან იმ ნათესავებს, რომლებიც ჭამენ ჩვენი მეგობრების პურს და პირით, გულით და სულით არიან პუტინ ივანიშვილის რეჟიმის მეხოთბენი, ტროლები, ბოტები, პროპაგანდისტები და სხვა. მეგობრებო, ასევე აი ახლა დაიწყება ამ დღეებში მნიშვნელოვანი პროცესი ვაშინგტონში, ჩვენი დიდი მეგობრების ინიციატივით, ვილსონის, უიკერის და სხვა კონგრესმენ სენატორების ორპარტიული კანონპროექტები მეგობრობის აქტი, რომელიც ასევე ლეიბორისტული პარტიის ინიციატივით არის დაწყებული და ეს კონგრესში იქნა დადასტურებული, როგორც თქვენთვის ცნობილია, და მეორე რეზოლუცია ივანიშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის არაღიარებაზე, რაც ეს იყო ბრიფინგი ლეიბორისტული პარტიის ოფისში, ვუსმენთ.